სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ქრისტე აღსდგა. ადამიანის თავისუფლება საბოლოო ჯამში მხოლოდ ერთი რამისთვის არის, სხვა საჭიროება თავისუფლებას არ აქვს, იმიტომ რომ სხვა ყველაფერს ადამიანი ისედაც მოახერხებს, როგორც მაღალ ორგანიზებული ქმნილება, შეიძლება ასე ვთქვათ. აირჩიოს ღმერთი თუ უღმერთობა, ფაქტობრივად ეს ორი რამ არის მხოლოდ ღმერთი და ღმერთის გარეშე მყოფობა. ადამიანს გარკვეულწილად ანგელოზებისგან განსხვავებით, რომლებსაც ეს არჩევანი თითქოს რაღაც ერთჯერადად ჰქონდათ, იმიტომ რომ ისინი სხეულის გარეშე არიან, ეს ბოლომდე რას ნიშნავს ჩვენ ვერ ვიაზრებთ, მაგრამ შემოქმედებითი პროცესი განვითარებისა, საკუთარ თავთან ბრძოლისა და ომისა მათ როგორც ასეთი არ აქვთ და ამიტომ მათ მყისიერი არჩევანი გააკეთეს და მყისიერი არჩევანის შესაბამისად მეხსეულად ან ღმერთთან დარჩნენ, ან ღმერთს დაცილდნენ. ადამიანს რადგან ხორცი აქვს, ადამიანი არ ქვრება წამის ყოფაში, როგორც ცეცხლის ალი, არამედ იგი ნახშირივით ხდება და თავის თავში ინარჩუნებს მხურვალებას, რომელიც შეიძლება სინანულის, ანუ მეტამორფოზის პირობებში კვლავ ცეცხლად გადაიქცეს და შეიძლება ჩაქვრეს. აი ესეთია ადამიანი და ამიტომ ეს ადამიანის არჩევანი განგრძობილია დროსა და სივრცეში. ეს წყალობა ღვთისა, ადამიც კი, რომელიც დაეცა, მისი არჩევანი თითქოს არჩევანი გააკეთა, მაგრამ რადგან მას ეს რთული ბუნება აქვს, ხორციელი ბუნება აქვს, ის არ ჩაქვრა, როგორც ანგელოზი ჩაქვრა და ეშმაკად იქცა, არამედ ნახშირად გადაიქცა, მაგრამ საკუთარ თავში აი ეს ტემპერატურა, მხურვალება შეინარჩუნა. და ასეა ყველა ადამიანი. მაგრამ საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, არჩევანი გაკეთებული იქნება. ეს ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ეს ასე მოხდება. მეცას გეტყვით, თუ ჩვენ ამაზე არ ვფიქრობთ და ჩვენ ეს ჩვენთვის მაინც რაღაც დიდ პრობლემას არ წარმოადგენს და არ გვინდა, შეიძლება ვთვალოთ, რომ უკვე არჩევანი გაკეთებული გვაქვს უღმერთობის სასარგებლოდ, იმიტომ რომ თუ ჩვენ ღმერთს ავირჩევთ, მაშინ ნახშირი ცეცხლის ალათ უნდა იქცეს და ამას ჭირდება ძალისხმევა და საკმაოდ სერიოზული ძალისხმევა, სული შეწირვა საკუთარი თავის ამ მიზნისათვის, ხოლო თუ ჩვენ არაფერს გავაკეთებთ და მით უმეტეს ეს თემა თუ ჩვენთვის საინტერესო არ არის, ეს ნახშირი ისე ჩაქვრება, რომ ისე აღმოჩნდებით სრულ უღმერთობაში, რომ ვერც კი მივხვდებით, თუმცა მე მივხვდებით, რა თქმა უნდა, მაგრამ გვიანი იქნება, იმიტომ რომ ჩვენში აღარ იქნება სიცოცხლე, აბსოლუტურად განილევა ადამიანის სიცოცხლისგან. მთელი კაცობრიობის ისტორია არის აი ეს. მეტი არაფერი. ყოველი ადამიანი ამისთვის იბადება, აი რომ მოდიან ხოლმე ადამიანები რა, აი რა, ჩემი საქმე რა არის მამაო ამ სოფლში რა მიზანი მაქვს, აი ეგ მიზანი გაქვს. მეტი არაფერი. ან უნდა ღმერთი აირჩიო, ან უღმერთობა. ან უნდა მარადულად სიცოცხლე, ან უნდა მარადულ სიკვდილში იყო. მეტი არაფერი, მეტი სხვა საქმე, მეტი სხვა მიზანი არც ერთ ადამიანს არ აქვს. ყველაფერი დანარჩენი ეს არის უბრალოდ აი ამ სინანულის და მეტამორფოზის პროცესში როგორ ავლენს ადამიანი თავს, აი თქვათ, რამდენად შეიძლება თქვათ ემსახუროს თქვათ ღმერთს საღვთო სიკეთეში, რამდენად შეიძლება უყვარდეს ადამიანი და პირიქით, ხო, აი ეს არის სულ. რამდენად პატიოსანია ხილულ სამყაროში და მცირედი ხილულია და უფლის სიტყვები გახსოვთ, მცირედ საშინა ერთგული იყავ, დიდსა ზედად დაგადგენ. აქ ჩვენი გამოცდების პერიოდია, რამდენად ვახერხებთ აი ამ პატარა სამყაროში, რამდენად ვახერხებთ შევინარჩუნოთ ის ღვთის ხატება და მსგავსება და რამდენად შევძლებთ, რომ მოვინდომოთ, რომ ეს ცეცხლი ჩვენში აბრიალდეს და ჩვენ ნახშირი ცეცხლის ალათ გადავიქცეთ. ამისთვის არის დანარჩენი თავარი ეგ არის. და აი როცა ღმერთი ადამიანად მოვიდა, საქმე გაიოლდა, იმიტომ რომ ძალიან რთული იყო არჩევანის გაკეთება. ვერ ხვდება ადამიანი, თქვა ეცოლახმას ვკითხულობ, ვიღაც წარმართს შეიძლება გონებოდა, ვერ ჩაწვდებოდა რა, ერთი ღმერთს, ერთი ცოცხალი ღმერთის
დიდებულ ღვთისმეტყველებას ვერ ჩაწვდებოდა რა ეგონებოდა რომ იუდეველს თავისი ღმერთი ყავს ებრაელს მე ჩემი ღმერთი მყავს და აბა ვნახოთ ვისი ღმერთი უფრო ძლიერია და ომში ისიგებს ხო ესე და ებრაელები იმარჯვებდნენ მაგრამ როცა ებრაელები ღმერთს ღალატობდნენ ეხლა წარმართები იმარჯვებდნენ შეიძლება წარმართს გონებოდა რომ ჩემი ღმერთი უფრო სწორია და ასე შემდეგ ანუ რთული იყო გაგება მაგრამ იყვნენ რა თქმა უნდა ადამიანები რომლებიც სულიერ რელიგიურ ცხოვრებაში კეთილშობილებას ეძებდნენ და კეთილშობილებას ავლენდნენ მაშინ ისინი ხვდებოდნენ რომ ერთი ღმერთი ცოცხალი ღმერთი ნამდვილი ღმერთია და ის ზნეობრივი ნორმები რომელიც მან დააწესა მიანიშნებს მის ნამდვილობას ყველაფერი დანარჩენი უბრალოდ სისულელია უკეთეს შემთხვევაში თუ არა და დემონურ ინსპირაციას წარმოადგენს მაგრამ მაინც ძნელი იყო მათთვის ბევრი რამის გარკვევა მაგრამ როდესაც ღმერთი ფოკუსირდა შეიძლება ასე ვთქვათ ადამიანში ადამიანურ ბუნებაში და ადამიანური ბუნება გახდა ღმერთის ბუნებას თავის პიროვნებაში შეიყვანა ადამიანური ბუნება ანუ ღმერთი განკაცდა ღმერთი ადამიანი გახდა და ადამიანი ყოვლითურთ გამდიდრდა ადამიანი ძეღმერთში ყოვლითურთ გამდიდრდა ღვთაებრივი თვისებები და რაც მთავარია იმ გონება მიუწვდომელი სიკეთით და სიყვარულით რომელიც არის ღმერთი გონება მიუწვდომელი სიკეთე და სიყვარულია ეს ყველაფერი გამოვლინდა ადამიანურ ბუნებაში სრული სისავსით ერთი გამოჩნდა ხორცით და მთელი ღვთაებრივი სავსება დამკვიდრებულია იესო ქრისტეში ხორციელად ეს პავლე მოციქულის სიტყვებია მაშინ უკვე ადამიანს აღარ აქვს შესაძლებლობა ვერ დაინახოს და თუ ვერ დაინახავს გარანტირებულად მისი მდგომარეობა არის უღმერთობა და ანუ შესაბამისად არჩევანის გასაგებია რა აქვს გაკეთებული. აი ესეთი მდგომარეობა. და ამიტომაც, როდესაც იესო ქრისტე პატარა უფალი მიყავთ ტაძარში მას სიმონ მირქმელი მიიქვავს, ანუ გულს ჩაიხუტებს, წინასწარმეტყველებს მის შესახებ, ანუ სიმართლეს ამბობს საღვთო მადლით მის შესახებ და ერთ-ერთი რასაც ამბობს არის ის, რომ მის წინაშე მრავალი, ანუ ის იქნება მრავლის დაცემა და წამოდგომა. ანუ კაცობრიობა ორ ნაწილად იყოფა, მის მიმართ, ქრისტეს მიმართ ხდება უკვე გარჩევა, კაცობრიობის გაყოფა იმ ორ ნაწილად, რაზეც ჩვენ წახალ საუბრობდით. ვინც ქრისტეს იღებს, ის ფეხზე დამდგარია, ხოლო ვინც ქრისტეს არ იღებს, ის დაცემულია. და ეს პროცესი არის, მთელი კაცობრიობის ისტორია არის ამისთვის. და როდესაც დადგება დრო, როცა კაცობრიობა ამოწურავს აი ამ შესაძლებლობას, ამ რესურსს შეიცნოს იესო ქრისტე, როგორც ღმერთი და ერთადერთი ნამდვილობა, ანუ ერთადერთი ჭეშმარიტება, ერთადერთი ყოფიერება, ერთადერთი სიცოცხლე, ერთადერთი სიკეთე, ერთადერთი სიყვარული, ერთადერთი სამართლიანობა და ასე შემდეგ, როდესაც დადგება დრო, რომ კაცობრიობა ამოწურავს რესურსს, რომ შეიცნოს ქრისტე როგორც ღმერთი, მაშინ კაცობრიობის არსებობას აზრი აღარ აქვს. ისე როგორც ერთი ადამიანის არსებობას არ აქვს აზრი. წარმოიდგინეთ ლუარსაბ თათქარიძე, ხო, ერთი თქვათ სიმბოლური სახე უაზროდ მაცხოვრებელი ადამიანის. აი რატო დაიბადა და რატო იცხოვრა და რა იყო მისი მიწა გაანოყიარა მისმა ხორცმა რა საბოლოო ჯამში ძალიან ვულგარულად ვამბობ, მაგრამ აი ეს ნამდვილად შეესაბამება აი ესეთი ადამიანის ცხოვრებას. აი რატო დაიბადა, რისთვის იცხოვრა და ნუ აი ზეგი მიწაში ჩაიდო და მიწა უფრო ნოყიერი გახადა. არც მეტი და არც ნაკლები, არაფერი არ მოხდარა მის ცხოვრებაში, რომელიც ვინმეს წაადგებოდა, რამეს წაადგებოდა, თავად მას წაადგებოდა. სულ ტყილა დაიბადა. ანუ მან გაფლანგა თავისი ეს თავისუფლება, თავისი ეს ტალანტი გაფლანგა უაზროდ და უაზრობაში. და წარმოიდგინეთ ახლა კაცობრიობა, რომელიც დაკომპლექტებულია ლუარსაბ თათქარიძეებით. უკეთეს შემთხვევაში ლუარსაბ თათქარიძე ანგელოზია დღეს რაც სამყაროში ხდება. აი წარმოიდგინეთ დაკომპლექტებული ამგვარი ადამიანებით, ეგეთ კაცობრიობის არსებობას რა აზრი აქვს? აი რა აზრი აქვს? რაღაც ჩიტებს უფრენია და რაღაც ჭიანჭველებს უვლია და რაღაც ლუარსაბ თათქარიძეებს ესე იგი უჭამია საჭმელი. არაფერი მნიშვნელობა არ აქვს. და როცა კაცობრიობა გადაიქცევა, მივა ისეთ მდგომარეობაში, რომ აზრი აღარ ექნება, აი ამგვარ არსებობას ის არჩევანს უცებ არ გაკეთებს, დამთავრდება და ეს დრო ახლოვდება, მინდა გითხრათ, ძალიან სწრაფად ახლოვდება და ცოტა ხანში ალბათ შეიძლება ჩვენს მოვესწროთ, ვინ იცის, ჩვენ ეს არ ვიცით, მაგრამ ძალიან მალე იქნება ის დრო,
კიდევ მეორე ისტორიულად მალე შეიძლება იყოს 200 წლის მერე 300 წლის მერე მე არ ვიცი, მაგრამ შეიძლება ჩვენ დროსაც კი იყოს, როდესაც ეს შეუქცევადი პროცესი კაცობრიობის სრული გადაგვარებისა მიაღწევს იმ საზომს, რომ აზრი აღარ ექნება კაცობრიობის არსებობას და გაჩნდება ნიშანი არჩევანი როგორ უნდა გავაკეთოთ, ხო, სწორად. ქრისტე უნდა დავინახო და გავაკეთო არჩევანი. მერყეობს კაცობრიობა, ხო, მთლიანობაში აქეთ, იქით და უცებ დადგება ერთი პერიოდი მიიღო და შეიქმნა უზარმაზარი ქრისტიანული ცივილიზაცია, ხო? ანუ კრიტიკული მასა შეიქმნა იმ ადამიანებისა, რომელმაც სამყარო შეცვალეს და ეს არის ის ქრისტიანული ცივილიზაცია. და ეხლა მიდის დეგრადირება და დადგება დრო, როდესაც ეს მერყეობა შეწყდება და კაცობრიობის კრიტიკული მასა, როცა უკვე პროცესი აღარ შემოტრიალდება, აღარ გაუმჯობესდება, არამედ მკვეთრად იქნება, დეგრადირება ძალიან სწრაფად, დადასტურდება იმით, რომ კაცობრიობის უდიდესი უმრავლესობა ეს კრიტიკული მასა, ანუ რომელიც ღუპავს უკვე დედამიწას და კრიტიკულ მასაზე გაცილებით მეტი მე ვფიქრობ, გააკეთებს სხვა არჩევანს, ქრისტეს ნაცვლად აირჩევს ქრისტეს ნაცვალს. ქრისტეს ნაცვალი რომ თარგმნოთ, იქნებ გამოდის ანტიქრისტე. ბერძნულად, ანტიქრისტე არის ქრისტეს ნაცვალი. და როცა ეს მოხდება, ესე იგი ჩვენ გვეცოდინება უკვე რომ უფალი ძალიან მალე დაბრუნდა. 7 წელზეა უკვე საუბარი, 7 წელზე, როცა მისი არჩევანი მოხდება. აი ეს პროცესი მიდის. და ამიტომ ჩვენ დღეს ძალიან მხიზლად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ანტიქრისტეს სული, რომელიც ამასოფლის სულთან არის შერწყმული და რა თქმა უნდა, დემონური ძალებით არის ინსპირირებული, ის არ მოქმედებს ესე, მე ხა ეშმაკი ვარ და ამირჩიე. მე ეშმაკი ვარ და ესე იგი მარადიული სიკვდილი ვარ შენი და შენი არჩევანი მე უნდა ვიყო. ესე არ მოქმედებს. ის სინათლის ანგელოზის სახეს იღებს, ის კეთილშობილებით მოქმედებს და იყენებს იმ ღირებულებებს, რომელიც ღმერთის თვისებებია, ღმერთის ენერგიებია. რომელ თვისებებს იყენებს ის? რომელ ღირებულებებს იყენებს? რომელ ღირებულებებით манипуლირებს? ეს არის თავისუფლება, ეს არის უფლება და ნახეთ სახარებაში უფლება რა შემთხვევაში აქვს? უფლება, ხელმწიფება, ვის? ღმერთის შვილს. მოგვცა ხელმწიფება შვილ ღვთისაყოფად, ანუ ღვთისშვილი რო ხარ, აი შენი ძალაუფლება, ღვთისშვილობა და ძალაუფლება უკვე სინონიმი ხდება, მაგრამ რა არის ღვთისშვილობა თუ არა სრული თავგანწირვა მოყვასისთვის, ხო? სხვანაირად არის, ყველაფერი სხვანაირად არის ქრისტიანობაში. ხო და აი ამ ღირებულებებს ოღონ ღმერთის გარეშე იღებს და მისით манипуლირებს, როგორც ბოლშევიკები აკეთებდნენ ძმობა, ერთობა და ასე შემდეგ, თანასწორობა. თავისუფლება, უფლებები, სიკეთე, სიყვარული, პიროვნულობა, ეს ყველაფერი არაფერი არ არის უღმერთობაში, უქრისტეობაში, აი ამ ყოვლად გარყვნილ ლიბერალიზმში არაფერი არ არის, მაგრამ ამებით манипуლირებენ, ამ ღირებულებებით და ჟონგლიორებენ და უმწიფარ სულებს, რომლებიც ვერ აზროვნებენ, აცდუნებენ მასიურად. მასობრივი გიპნოზს უკეთებენ თითქოს და ეს პროცესი ძალიან არის დაჩქარებული. ჩვენი ადგილი აქ ამ სამყაროში რა არის ჩვენი ადგილი და როგორია ჩვენი ადგილი? ჩვენი ადგილი არის ის ადგილი, რომელიც ჰქონდათ მოციქულებს იმდროინდელ წარმართულ ოკეანეში და კიდევ უფრო უარესია ჩვენი ადგილი, იმიტომ რომ იმდროინდელ სამყაროში მოციქულებს რომ ჰქონდათ ის ადგილი, აი განდევნილების ადგილი ქონდა და მოციქულები ქრისტიანების ადგილი მაშინდელ ცივილურ სამყაროში არ იყო. ყველანი ისე ზემოდან უყურებდნენ, ამრეზით უყურებდნენ და 3 საუკუნე ფაქტურად ანადგურებდნენ ქრისტიანებს. განდევნილები რო იყვნენ იმ სამყაროში, მოციქულების მდგომარეობა კიდევ უკეთესი იყო ვიდრე ჩვენი, იმიტომ რომ მასში იყო პროგრესი ქრისტეს სულის განვითარებისა სამყაროში და წარმართული სამყარო ნელ-ნელა პოზიციებს თმობდა. ჩვენთან მიდის რეგრესი და შეუქცევადი პროცესი, რომელიც საბოლოო ჯამში ანტიქრისტემდე მივა. და ეს ყველაფერი თვითონ ქრისტეს დროს დაიყო, როგორც კი მოვიდა, გახსოვთ, იმ წამსვე იდევნება, იმ წამსვე მისი მოკვდინება სულთ, იმ წამსვე მე წამოიზარდება და მას ძმები, თანაშეზდილი იოსების შვილები, ბიძაშვილები ვერ ცნობენ, ვერ იღებენ, ხო? გამონაკლისებიც არსებობს ლაზარე, მართა, მარიამი, მისი მეგობრები, ბავშვების ისინი იღებენ, მაგრამ აი ოჯახის წევრები ვერ იღებენ იმ დონეზე, რომ მისი ნათესავები ოჯახის წევრები ერთხელ იტყვია, რომ შეიშალაო, როგორც სახარებაში კითხულობთ, ხო, გესმით? და ცხვენიათ მეზობლების, აი ეს მდგომარეობა. ერთხელ თავის მოწაფეებს ესაუბრება და დაადგებიან ოჯახის წევრები და გამოდი ერთი საქმე გვაქვს შენთან და გახსოვთ უფლის ესეთი ხისტი პოზიცია, რომ დედაჩემი, ჩემი ძმები და დები ისინი არიან, ვინ ჩემსას ისმენენ, გახსოვთ მისი ხისტი პოზიცია. თავიდანვე დაიწყო ესა და გახსოვთ, ხო, აი თავის დღესაც წავიკითხეთ მათეს სახარებაში, მოვიდა მამულა თვისად და
რომ მოვიდა მამულათვისად ასწავლებდა. ნახე, მამულათვისად მოვიდა, ობიექტურად მივიდა, სადაც გაიზარდა. მაგრამ ამას კიდევ უფრო ღრმა აზრი აქვს. გაიხსენეთ ივანეს სახარება თვისთათანა მოვიდა და თვისთა იგი არა შეიწყნარეს. ანუ ჩვენ იონეს მახარებელი გვეუბნება, რომ ღმერთი ჩვენ თავისიანად გვთვლის. იმიტომ რომ ჩვენ მის ხატად ამსგავსად შექმნა, ჩვენ მას ვუყვარვართ და ჩვენთან ამეტნავი სიახლოვისთვის ადამიანური ბუნება მიიღო და მოვიდა ჩვენთან. თვისთათანა მოვიდა, ანუ თავისიანებთან მოვიდა, ჩვენ თავისიანებად გვთვლის, მაგრამ ჩვენ ის არ შევიწყნარეთ. ხო, პავლე მოციქული გვეუბნება, რომ ძალიან უნდა რომ ბოლომდე დაგუსგავსებოდა ჩვენ და სისხლი და ხორცითაც დაგუსგავსებოდა და მიიღო სისხლი და ხორცი ქალწულისაგან. აი ესე სიახლოვეში შემოვიდა. ანუ მოვიდა მამულათვისად, კონკრეტულად მივიდა, თქვათ, იქ სადაც გაიზარდა, მაგრამ ამავე დროს მთლიანად შეიძლება გლობალურად აღვიქვათ, რომ ჩვენთან მოვიდა, ახლაც მოდის და სულ გვასწავლის, იმიტომ რომ მას ვუყვარვართ ჩვენ და თავისიანებად გვთვლის. მოვიდა შესაკრებელთა შორის მათთან, ანუ ადამიანებში მოდის და მისი მოსვლა აოცებს ადამიანებს, განუკვირდებოდა. ნახეთ, საინტერესო რამ არის, რომ ხო არ იღებენ მთლიანობაში, მაგრამ ნახე როგორი იწყება მათი ურთიერთობა ქრისტესთან. გაუკვირდებოდათ და იტყოდეს, ვინაი არის ამისა სიბრძნე, ესე და ძალა. საიდან აქვს ეს სიბრძნე და ძალა? საიდან? გაუკვირდებოდა, ანუ ხვდებოდნენ, რომ ეს რაღაცა ჩვეულებრივი არ არის. ეს იესო არ არის, იქ მათ წინაშე რომ იზრდებოდა და თამაშობდა. ანუ ის მალავდა, ხო, 30 წლამდე არ ამჟღავნებდა თავის ღმერთ კაცობას და 30 წლის, იმიტომ რომ ეს ესე ტრადიცია დაიცვა, ის ბოლომდე ემორჩილება ყველაფერს. 30 წლამდე იუდეველს არ ჰქონდა უფლება თავის საზოგადოებრივი მოღვაწეობისა. მას არავინ არ შეხედავდა და ეს არ იყოს მისაღები ტრადიციულად. რო გახდა 30 წლისა დაიწყო, მაგრამ ხო ახსოვთ არა, 30 წელი პატარა ხო არ არის და საიდან აქვს ეს ძალა და სიბრძნე, ისინი ხვდებიან. ნახე, და მით უმეტეს, ეს რას ნიშნავს, იცით, თუ განვაზოგადებთ, ყველა ადამიანი უკიდურესად ღვთისპირიდან გავარდნილიც ხვდება, რომ იესო ქრისტე ჩვეულებრივი ფენომენი და მოვლენა, სულ ორწმუნო იყოს, მაინც ინტუიციურად ხვდება, რომ ის იესო ქრისტე რაღაც ჩვეულებრივი მოვლენა და ფენომენი არ არის. და როცა ის მას ებრძვის, ის უკვე აკეთებს არჩევას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თქვათ, რომ აბა ვერ მიხვდა რომ ღმერთია და რა, ვერ მიხვდა, მაგრამ იესო ქრისტე შეუძლებელი არ დაინახო იესო ქრისტე როგორც რაღაც განსხვავებული, რომელმაც მინიმუმ უნდა ჩაგაფიქროს მაინც. და მე აგზელებენ, კაცო, ეს არ არის ხუროს ძე, ანუ ხო, ხელოსნის ძე იყო. და დედას ვიცნობთ მის მარიამს, ხო, აი მისი ძმები, იაკობი, იოსები, სიმონი, იუდა, დები მისი, ყველა ჩვენ შორის არის, ჩვენ თვალწინ იყო და რო ალაპარაკდა ეს ძალა და სიბრძნე, სკოლაში მაგას არ უსწავლია არაფერი, საიდან ხვდება ადამიანი? და მიუხედავად იმისა, რომ ხვდება, რომ რაღაც დიდებული და განსაკუთრებული ხდება მის წინაშე, რომ ეს ესმის, მისი ლოგიკური აზროვნება, მისი ჩვეული ყოფა ურჩევნია ვიდრე რაღაც დიდებულებას, იმიტომ რომ თუ დიდებულება ვაღიარე, ესე იგი გამოდის, რომ ჩემ ლოგიკაზე უარი უნდა ვთქვა, ეს არის ჩემ ნაწილზე და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილზე უარი, თითქოს მე ვამაყ, მე ჭკვიანი ვარ, ჩემი სიმართლე მაქვს, ჩემ ესმის, მე რო ხედავ, მე რო ვიცი, ამაზე უარი უნდა თქვა ერთი და რადგან რაღაც განსხვავებული ყოფიერება შემოდის, ესე იგი შენი ცხოვრების წესზე ბოლომდე, შენს ინდივიდუალიზმზე, შენს ეგოიზმზე და შენს ცხოვრების წესზე უარი უნდა თქვა. გესმით? ეს არ უნდათ ადამიანებს და ამიტომ როგორც წერია დაბკოლდებოდნენ მის მიმართ. მათ რაღაც ეგეთი სიახლე არ ჭირდებათ. მათ ისეთი სიახლე ჭირდებათ, პურს რო აჭმევს გახსოვთ, რო გაანაძღოლ დასდევენ მერე. აი ეგ აწყობთ. თუ გააძღობ, თუ მოარჩენ, თუ განკურნავ, გესმის და ის რომ შენ შეიცვალო, სხვა გზას რო არ გიტოვებს, ეს აღარ აწყობთ. აი ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქრისტიანობა არსებობს ეკლესიის გარეთ ყოფ ადამიანებს და იგივე მიზეზი, რის გამოც ქრისტიანობა არ სურთ ეკლესიაში მყოფ ადამიანებს. იმიტომ რომ არ ეთმობათ თავიანთი ნება, ვისაც საკუთარი ნება, აი ეს უკეთური ნება, რომელიც ემსახურება ჩვენში პირუტყვს და ჩვენში დემონს, აი ამ ნების უარყოფა რო არ სურს ადამიანს, ამიტომ ეკლესიის წიაღში არის, იკმაყოფილებს რელიგიურ გზნობებს და იმ ტალანტს, რომელიც ღმერთმა რწმენის სახით მისცა, მიწაში ფლავს არ ანვითარებს და ეკლესიის წიაღში ადამიანი რჩება არაქრისტიანად. ეს ეხება მრავალს და ეს არის ძალიან საშიში მდგომარეობა. ხოლო იესო რქვამად არ არის წინასწარმეტყველი შეურასკარნა სოფლსათვისა და სახლსაშენათვისა. ნახეთ, იმისათვის რომ ღმერთი
ღმერთი დაგვენახა, მოვიდა ახლოს და ჩვენნაირი გახდა. მაგრამ მეორე მხრივ ჩვენნაირი რო გახდა, ჩვენ მას გადაუარეთ, აი ესე რო ვთქვათ, მოვკალით, ვაფურთხეთ, ვცემეთ, ვურთხით, დავცინეთ და ესე იგი საბოლოო ჯამში ცინის გავაშიშვლეთ და ცინისვით მოვკალით. და აი ეს სიტყვები, რომ ეს ძველი აღთქმის სიტყვებია, წინასწარმეტყველებს საკუთარ სოფელში არ იღებენ. აი მე ქართველებში გაჩნდა ესეთი სიტყვა, რომ შინაურღმელ შენდობა არაა. ანუ რას ნიშნავს, რომ გონია, რომ შენნაირი რო არ შენთან რომ მოდის და შენ გვერდზე რო დგება და შენ ცხოვრებას რო იზიარებს, შენ მე შენი სიამაყის და ამპარტავნების და ეგოიზმის გამო უკვე ზემოდან ყურებას იწყებ და მისი მიღება აღარ გსურს. აქაც ჩანს კაცობრიობის ზოგადად ეს სიამაყე და ჩვენც ესე გვემართება. იმდენად არის დამდაბლებული, იმდენად დაინდაბლ თავი ქრისტემ, რომ ჩვენ საჭმელად გვეძლება და ჩვენ ვჭამთ ქრისტეს ხორცსა და სისხლს. ვერ ვიაზრებთ რა სინამდვილეში, რა საშინელების წინაშე ვდგევართ. რამხელა პასუხისგებლობის წინაშე და მისი ეს სიმდაბლე, რომ მიიღეთ ჩემი ხორცი და სისხლი და ვინც ამას შეჭამს, მე მასში შემოვდივარ, აი ამას უგულებელს ყოფთ და გულარხეინად ვაგრძელებთ ძველი კაცის ცხოვრებას. პირველ რიგში ჩემ თავზე ვამბობ, ეს არის საშინელება, რაც ჩვენ გვჭირს და სწორედ ეს არის, რომ შინაურღმელ შენდობა არ აქვს და შინაურ ღმერთს, რომელიც ისე გაშინაურდა, რომ საჭმელად გვეძლება, მას ჩვენ შეურაცხყოფთ ჩვენი ცხოვრების წესი. და ეს არის აი ის გამყოფი რა, რომ შეიძლება გადმოუხვიოთ, აქ ვიყოთ, ვეღარ დავინახოთ ქრისტე და საბოლოო ჯამში საშინელი არჩევანი გავაკეთოთ. და ამიტომაც ნახეთ ამის გამო არაქმნა მუნძალი მრავალნი ურწმუნოების ამართისათვის და მათ ცხოვრებაში არ გამოავლინა საკუთარი თავი. განაჩენ არ გვიყვრის ღმერთო სადახარ. ერის ადამიანებს უჭირთ, მღვდლებსაც კი უჭირთ, ღმერთო სადახარ, ღმერთი არა ჩანს, ღმერთს ვერ ხედავ, ღმერთს ვერ განვიზდი. შემლოცვას ესე იგი არ ისმენს და ასე შემდეგ. და რატომ? აი სწორედ ამიტომ არაქმნა მუნძალი. და ერთ-ერთ ზოგიერთ თარგმანში იცით როგორია ვერ ქმნაო ძალიო. გესმით და ცოტა უხერხულია ესე. მაგრამ თითქოს რაღაცა გარკვეულწილად ის თარგმანის აზრის მატარებელია, რომ ისე ჩაკეტე შენ გული ღმერთისათვის, რომ სასწაულსაც აღარ ახდენს და ვეღარ ახდენს, აზრი აღარ აქვს და იმიტომ ჩაკეტილი გაგული, გესმის, შენ უარყოფ შენი ასეთი დამოკიდებულებით, უკიდურესი ეგოიზმი და ინდივიდუალისტური დამოკიდებულება, შენ ნებას რო ესე გაამეფებ შენს გულში. ამიტომაც ჩვენ ცხოვრებაში ღმერთი არ ჩანს ხშირად. და ჩვენ გვაწუხებთ. ჩვენ ვიცით, რომ მოღვაწე მამები ტიროდნენ მხოლოდ ამის გამო, რომ იღწოდნენ და ღმერთის განცდა არ ქონდათ ისეთი, როგორიც უნდათ ყველა ადამიანს უნდა. ჩვენ ცხოვრებაში ღმერთი რომ არ ჩანს, იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ ჩვენი ბრალია. ერთ-ერთ მამას აქვს გამონათქვამი, ადამიანს რომ 24 საათიანი ნამდვილი სინანული კონდეს, იმას 24 საათიანი გამოცხადებები ექნება. იმიტომ რომ სულ ღმერთთან ექნება. აი ეს რო გავითვალისწინოთ. ხო და ნუ ეხლა ამის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ვფიქრობ, აი პავლე მოციქული როგორ უყურებს ქრისტიანს, მაშინ როგორ უყურებდა ქრისტიანს, მოციქულებს, მაგრამ ყველა ქრისტიანი იდეაში მოციქულია, თუ ყველა ქრისტიანი იდეაში მღვდელია, მაშინ ყველა ქრისტიანი მოციქულიც არის. ანუ მან ცხოვრების წესით უნდა დაამოწმოს, რომ ქრისტე ღმერთია და აი პავლე მოციქული როგორ უყურებდა მაშინ, მაგრამ მაშინ იყო პროგრესი. და ახლა რა მდგომარეობაში შეიძლება ჩვენ აღმოვჩნდეთ, მით უმეტეს, როცა ახლა არის რეგრესი ქრისტიანობის განვითარების თვალსაზრისით სამყაროში. ვფიქრობ, რომ ჩვენ მოციქულებს ღმერთმა უკანასკნელი ადგილი მოგვიჩინა, როგორც სიკვდილ მისჯილებს. სიკვდილ მისჯილის მდგომარეობაშია ქრისტიანი ზოგადად ამ სამყაროში. ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ, გაცნობიერებული უნდა გვქონდეთ. იმიტომ რომ ამ სამყაროს ხო სინამდვილეში ზულს იესო ქრისტე. უბრალოდ ღმერთის დაშვების გარეშე ხო ღერითმა არ ვარდება და ამიტომ არის რომ აი რატომღაც ქართველებს გვინახავს, თორე ჩვენს წიაღში რა ხდება, თქვენ კარგად ხედავთ. ისეთი სიძულვილია ქრისტესადმი და მისი ეკლესიისადმი, რომ უკვე აღარ ეტევა ზოგიერთის გულში, ჩარჩოებში, იღვრება თვალებიდან, ბაგეებიდან, მათი ცხოვრების წესიდან, იღვრება უსჯულოდ, ბინძურად, საშინლად, ხო? ის რომ ჩვენს მიმართ ესეთი დამოკიდებულება აქვს, რაღაცა ზემოდან გვიყურებენ, აი მაშინაც ესე იყოთ, ნახე. ხო ჯერ ხო სიკვდილ მისჯილები ვარ და მე სანახაობა გავხდით ქვეყნიერებისათვის. დაგცინიან ებნელები, აი საცოდავები, ახე რას გვანანეს ქრისტე. რისი წამთ დღეს კიდე 21 საუკუნეში სანახაობა გავხდითო პავლე მოციქული მაშინ ამბობდა და დიახაც კი ბატონო და მე აგზელებ ჩვენ უგუნურნი ვართ ოღონ ქრისტეს გულისათვის. ხო დაგცინიან უგუნურები ხართ, სუსტები ხართ, ღირსება დაკარგულები ხართ და ასე შემდეგ. ჩვენ პავლე ამბობს, დიახაც უგუნურნი ვართ ოღონ ქრისტეს გულისათვის. ჩვენ უძლურნი ვართ,
ასევე ქრისტეს გულისათვის ჩვენ ღირსება დაკარგულნი ვართ თითქოს, ასევე ქრისტეს გულისათვის შრომობთ ჩვენი ხელით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უსაქმურნი არა ვართ და მაინც ვიღწვით, იგივე თუნდაც ამას ოფლისათვის გულანძღავენ ჩვენ და ჩვენ ვლოცავთ. ჩვენ არა ვართ სხვა რელიგიის წარმომადგენლები, ჩვენ მათაც ვლოცავთ, ჩვენ მათაც სინანულს უსურებთ და მათაც გადარჩენას უსურებთ. გვდევნიან და ვითმენთ, სახელს გვიტეხავენ და ვეფერებით და გავხდით ქვეყნიერების განახვეტი. ყველაფრის ნაგავი ვართ დღემდე კაცობრიობის თვალში. აი ამას ამბობს პავლე მოციქული. პავლე რო ჩვენია და ჩვენ რო პავლესი ვართ და ჩვენ ერთად რო ქრისტესნი ვართ, ეს არის ეკლესიის ერთობა. ჩანს შემდეგ სიტყვებში ქრისტე იესოს მიერ სახარებისა, მისგან მე გშვენ თქვენ, ამიტომ შეგაგონებთ, მობაზავ ჩემ და იყვენით. შეგვეწიოს უფალი და მოგცეს ღირსებაც, რაც უნდა გქონდეს ქრისტიანს. და სიხარულიც და ცოცხალი იმედიც, რაც ასევე უნდა გქონდეს ქრისტიანს. ამინ. ქრისტე აღდგა. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.